თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ცხოვრებაში რომ სექსი არსებობს, ამას კარგახანი უმალავდნენ ქართველებს ისევე როგორც საბჭოთა ხალხს რამდენიმე დღე ბრეჟნევის სიკვდილს. ამ გაუნათლებლობამ სერიოზული გავლენა იქონია ადამიანის ცნობიერებაზე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9 გამარჯობა. ახალი კვლევის თანახმად ბიჭების 53%-ს ჯერა რომ აგრესიული სექსი, რომელსაც ისინი პორნოებში ხედავენ, ნამდვილია და რეალობაშიც ასეთი ქცევაა საჭირო. ამ სტერეოტიპების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სექსუალური განათლების არ ქონაა. სექსუალური განათლება აუცილებელია, მაგრამ ვინ უნდა ასწავლოს ეს მოსწავლეებს, მშობლებმა, სასკოლო სისტემამ თუ სულიერმა მამებმა? პასუხისმგებლობას ვინ იღებს? პორნოგრაფია ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომია, კარგი გასართობიცაა და თითქოს საგანმანათლებლოდ, თუმცა სამწუხაროდ პორნოგრაფია მაინც და მაინც ზუსტი მეცნიერება არ არის. თინეიჯერებს მოზღვევებული ჰორმონები აქვთ, უჩნდებათ სექსუალური მოთხოვნებები და იგნორირების ნაცვლად საჭიროა ამ საკითხში მათი განათლება და ნორმალური ინფორმაციის მიწოდება. სექსუალური გაუნათლებლობა წარმოდგენებს მხოლოდ თინეიჯერ ბიჭებს არ ურევს. სტერეოტიპების მსხვერპლის ზრდასრული მამაკაცებიც ხდებიან. პრობლემის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ესეც არის. თუ რეალობისა და ფანტაზიის გარჩევა ზრდასრულებსაც არ შეუძლიათ, როგორ უნდა ასწავლონ მათ რაიმე თავიანთ შვილებს? მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენი ოჯახი დაინგრა 90-იან წლებში იმ მოტივით, რომ უი, ქალიშვილი ვიყავი ორი თვე, ან მაგი იმპოტენტი იყო და შვილი არ ეყოლებოდა. მოგვიანებით ასეთმა დაჩაგრულმა მამაკაცებმა, როდესაც სხვა ცოლები მოიყვანეს, შვილებიც გაუჩნდათ და არც უუნაროები აღმოჩნდნენ იმ ამბავში. აი შედეგი იმ ყველაფრისა, როცა არ ვიცით მიზეზები, რა იწვევს ჩვენ სექსუალურ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს, სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენ შვილებს მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დაანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში მსჯელობდნენ იმაზე, უნდა მიეღოთ თუ არა ბავშვებს სკოლაში სექსუალური განათლება ელემენტარულ დონეზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა და თემაზე საუბარი შეწყდა. თუმცა დისკუსიები დღესაც ხშირად იმართება. ასეა თუ ისეა, განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახეს, რომ ჩვენი სექსუალური განათლება კიდევ რამდენიმე წლით გადაიდო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.